1001 ღამე. Yaman. Yaman. Oğlum bunlar. Çilo es რა არის? Yoksa bize bir... ახალი ამბავი უნდა გითხრა? სად იპოვე დედა? Yasına. ვალიშის ქვეშ შეგინახავს შვილო. Yüce Rabbim. როგორც იქნა ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. Yaman. Hay Allah. ღმერთო ჩემო, რომ ცოდნო და მოხვიდოდით? არა უშავშილო, ვიფიქრე შეეული და გავიგებ. როგორ არის მეთქი? დაო შეჰრაზად, მე უნივერსიტეტში მივდივარ. კარგი განი, წარმატებას გისურვებ. ხომ არ დააგვიანებ? არა, როგორც კი მოვჩები, მაშინვე წამოვა. კარგი. ნახვამდის ბიძე ბურჰან. ნახვამდის, კარგად. დაგაგვიენდა შაჰრაზად და ვინერვიული. დაჭიქი. Evet. დიახ, დილიდან საქმეებში ვარ. ჩვენი ფაბრიკის მიწა ხომ იცით, იმ ნაკვეთზე მინდოდა ინფორმაციის მოძიება. ვიცი, ცოტაც და თაღლითების მსხვერპლი გავხდებოდით. ვიღაც ორი თაღლითი ბურჰან ევლეოღლუს გაცვლებას ცდილობდა. თქვენ საიდან იცით? გუშინ ბატონიონური მოვიდა ჩემთან. ეს ამბავი განისგან გაუგია. ღმერთმა გაახაროს, ყველაფერს მოაგვარებს. ეს როგორ? Bizim işimiz... შეიძლება გავიგო ჩვენ საქმეში რატომ ერევა, ან თქვენ რატომ ხვდებით ბატონ ონურს? რამე პრობლემაა? ბატონიონური ბიზნესმენია და მეც ბიზნესმენი ვარ. დიახ, მაგრამ ბატონო ბურჰან, მე მასთან შეხვედრა. შაჰრაზად, მომისმინე შვილო. დღემდე ბევრჯერ ჩავერია იმ საქმეში, რომელიც მე არ მეხებოდა. ვიღაცას კარგი გაუკეთე, ვიღაცას ცუდი. მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ უნდა ჩავერიო სხვის საქმეში. Burhan Bey'le... ბატონო ბურჰან, ძალიან გთხოვთ. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი შაჰრაზად. ბატონიონური ამას არ იმსახურებს. Anlamıyorsun. თქვენ არ გესმით? ძალიან კარგად მესმის. გუშინ მე და ბატონმა ონურმა ვისაუბრეთ. მივხვდი რომ უსაზღვროდ უყვარხარ. ასეთ სიყვარულს ვინ ვერ მიხვდება. ქერემ წესიერად ამიხსენი რა ხდება. გუშინ საღამოს სახვედი და აღარ დაბრუნდი. რა უნდა აგიხსნა? დედა ყველაფერს აგიხსნედა. ამას რატომ ამბობ? დედა ჩემთვის არაფერი უთქვამს. რატომ არ გესმის? აბა რატომ ჩამოხვედი? რამდენჯერ უნდა გითხრა? დაბრუნება მინდოდა და დავბრუნდი. კარგი რა, მორჩი. უმიზეზოდ არ დაბრუნდებოდი. კარგად გიცნობ. ქერემ, ნუ სულელობ. მითხარი აქციებთან დაკავშირებით რა ხდება? ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღე? ტელეფონს არ უპასუხებ. თუ საღამომდე უნდა რეკოს. თურმე დაბრუნება მოუნდა და დაბრუნდა. როგორ არა დავიჯერა. ვინც ის ამჯერად რას ხლართავს. ალო. ისმენთ. ბურაკ ინჯოღლუს ვისაუბრები? დიახ. გამარჯობა ბატონო ბურაკ. მე ფიქრეთ ბაქირჯი ვარ. ემელ დემირიშის ადვოკატი. მისი თხოვნით ვრეკავ ნიუ-იორკიდან. რა მოხდა, რამე პრობლემაა? ალბათ იცით რომ ქალბატონი ემელი დააპატიმრეს. მკვლელობის ღამეს თქვენთან ყოფილა, მთელი ღამე ერთად გაგიტარებიათ. ვერ გავიგე. მთელი ღამე ერთად გაგვიტარებია? დიახ, ქალბატონი ემელი ასე ამბობს. მისი ადვოკატი მისტერ კრაინი გელოდებათ რომ ჩვენება მისცეთ. ჩვენებას ვერ მივცემ. ბატონო ბურაკ, როგორც ჩანს ვერ გამიგეთ, ქალბატონი ემელი დააპატიმრეს. თქვენი მოწმედ გამოსვლა ძალიან ჭირდება. მიხვალ და ჩვენებას მისცემთ. იტყვით რომ ღამე ერთად იყავით, სულ ეს არის. ჩვენება რატომ უნდა მივცე მეგობარო? ერთად არ ყოფილვართ. კი, მაგრამ ქალბატონმა ემელმა ემელი ჩემი მეგობარია, მაგრამ ღამე ვისთანაც გაატარა, მას მოსთხოვოს ჩვენების მიცემა. თქვენც ნუ მაწუხებთ, ჩემი საქმეები მაქვს. სად გავჩერდით? ქერემ. ერთი მითხარი. მე მკითხე აქციებს რომ ყიდი. როგორც ვხედავ, უფროსობა მოგინდა.
დედას კარგი ტაქტიკა უსწავლებია. აქციებს ვერ გაყიდი ქერემ. უარს ვამბობ. კარგი ერთ. ვითომ რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი აქსალების ხელში გადავა. გადავიდეს. მე რა? არა. არ მინდა რომ ჩვენზე დიდი წილი აქსალებს გქონდეთ. კარგი. მაშინ ჩემი აქციები შენიყიდე. ნუ სულავობ. ხომ არ გაგიჟდი? როგორ უშვებ რომ აქციების უდიდესი ნაწილი აქსალების გახდეს? რატომაც არა? ჩემ საქმეში ცხვირს ნუყოფ ბურაკ. გადაწყვეტილებას მხოლოდ შენ ვერ მიიღებ. იმ ჰოლდინგში მეც მაქვს სიტყვის თქმის უფლება. მართლა? მე დღე და ღამეს ვასწორებდი და კომპანიის კეთილდღეობისთვის მუშაობდი. მაშინ სად იყავი? ხომ ჩამოვედი? ამერიდან აქ ვარ. მოგოგვიანია. ამერიკაში ქალაქიდან ქალაქში რომ დასეირნობდი, მაშინ მე აქ ვირებით მუშაობდი, გასაგებია? ამიტომ შენ საქმეს მიხედე. მე კი ჩემ საქმეს მივხედავ. კარგი. მაშინ ონურ აქსალი ერთადერთი მფლობელი იყოს. იყოს. თუნდა მთელი ქვეყნის მფლობელი გახდეს. თითქოს ძალიან გაგელვებდეს. ახლა სად უნდა წავიდეთ? ჩაწავიდეთ. მე რა ვიცი, დღეს აშკარად არ ხარ ლაპარაკის ხასიათზე. რა მოხდა? რამდენი საათია ხმა არა მოგიღია? ამ ბოლო დროს ბევრი საქმე მაქვს ნილაი. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი საქმეა. ამიტომ ცოტა აფორიაქებული ვარ. კარგი, არა უშავს, ნუ მოიწყენ. ყველაფერს მოაგვარებ. მოვაგვარებ, მაგრამ როგორ უნდა მოვაგვარო არ ვიცი. უკაცრავად ამ ბარათიდან თანხა ვერ მოხსენით, სხვა ბარათი არ გაქვთ? როგორ? ეს ბარათი დაბლოკილია. ალბათ რაღაც გაუგებრობა. კიდევ ერთხელ სცადეთ. სამჯერ სცადეთ. რას ამბობ? უმერთო ჩემო. ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზია. თუ სხვა ბარათი გაქვთ, იქიდან მოხსნით. სხვა ბარათი არ წამომიღია. კარგი, არა უშავს, მე გადავიხდი. რას აკეთებ? არა უშავს. აქედან აიღეთ. რა სისულელია. არ მესმის როგორ დაიბლოკა. ხანდახან ჩემ ბარათსაც ემართება ბანკში დარეკე და მოგიგვარებენ. აბა მითხარი ახლა სად უნდა წავიდეთ? სად უნდა წავიდეთ? სახლში წავალ, სხვა ბარათები არ წამომიღია, ეს კი დაბლოკილია. ნუ აზვიადებ განი, მე მაქვს ფული. არა, ასე არ გამოვა, არ შეიძლება. არა. ხვალ ისევ შევხვდეთ. რა სასაცილო ხარ განი, არ შეიძლება გოგომ გადაიხადოს ანგარიში? არა. არ უნდა გადაიხადოს. კარგი, ხო. გამარჯობა ბატონო ბურაკ. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. გამარჯობა. მიხარია რომ ხედავთ. მადლობ. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ბურაკ. გამარჯობა. დიდი მადლობა. უკაცრავად. გმადლობთ რომ დამეხმარეთ. თან მეჯახებით, თან რა თავხედობაა. გამარჯობა. ბურაკ. კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობ. კარგად გამოიყურები. შენც. ესე იგი სამუდამოდ დაბრუნდი, დეიდასეველმა მითხრა, ძალიან გამიხარდა. როგორც იქნა ვიღაცას გაუხარდა. რას ამბობ, დეიდასეველი სიხარულისგან დაფრინავდა, ისე გაუხარდა შენი დაბრუნება. დედას გაუხარდა, ქერემმა კი თავისი უარყოფითი ემოციები ვერ დამალა. ქალბატონ ნადიძეს მოკითხვა გადაეცით. გადავცემ, აბა არ გადავცემ. ქალბატონ ნადიძეს გაუხარდება. ადამიანი ჭეშმარიტ სიყვარულს რომ იპოვის, მისი ფასი უნდა იცოდეს. ქალბატონ მიჰრიბანს მალე გამოჯამრთელებას უსურებ, თავს გაუფრთხილდეს. ამ ამინდების ნობა არ შეიძლება. ქალბატონო ფერიდე. გამარჯობა შაჰრაზად. გამარჯობა. გაუფრთხილებლად მოვედი, მაგრამ იმედი მაქვს არ გიწყინება. რაც ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ? ბატონ ბურხანს ხომ იცნობთ? დიახ, ვიცნობ, როგორ ბრძანდებით, ბატონო? კარგად, ქალბატონო, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად გმადლობთ. ახალი ოფისის გახსნა არ მომილოცავს. ცოტა დამაგვიანდა შაჰრაზად. არ გიწყინოს. როგორ გეკადრებათ? თქვენი ნებართვით მე წავალ. როგორც გენებოთ. ნახვამდის. ნახვამდის. მობრძანდით. აბა. რა ხდება უნურ?
ჩემი ძმა აქციებს რატომ ყიდის? რა მოხდა თქვენ შორის? რაღაცები მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს? არა, ვერ ვიჯერებ. თქვენ ისეთი მეგობრები იყავით, შურიც ვწყდებოდი ხოლმე. ქერემს რამდენჯერ ვეჭხუბე? შენი ძმა მე ვარ, ონური კი არა მეთქი ვეუბნებოდი. ასეთია ცხოვრება, ბურაკ. ხანდახან ასეც ხდება. ძალიან გთხოვ განიდაურეკე შეხრაზეს და უთხარი ვერ მოვდივარ თქო. როგორ გონია, მე არ მინდა რომ წამოვიდე. მაგრამ რა ვქნა, ოფისში ონურ აქსალი უნდა მოვიდეს. იმ კაცს ვერ ვალოდინებ, სირცხვილია. ესე იგი ონურ აქსალი თქვენს ოფისში მოდის. ჩვენი კამპუსის მშენებლობას ხომ ხელმძღვანელობს. ხო, მახსოვს რომ მითხარი. რაღაც პრობლემებია და უნდა დავილაპარაკოთ. კარგი, გამოდი ოფისამდე მიგიყვან. არა, შენ სხვა მხარეს მიდიხარ, ტაქსით წავალ. კარგი, როგორც გინდა. ასე არაფერი გამოვანილაი. მე და შენ უფრო მეტი დრო უნდა გავატაროთ ერთად. კარგი. როგორ უნდა მოვიქცეთ? რა ვიცი, კაფეებსა და რესტორნებში შეხვედრა მომბეზრდა. კარგი, ერთ დღეს ჩემთან მოდი. მოვალ, მაგრამ დედა შენი და მამა შენი არ გაბრაზდნენ. როცა ისინი არ იქნებიან, მაშინ მოდი. რამე ფილმს ვუყუროთ. კარგი, შენ დაგეგმე და მოვალ. კარგი, შევთანხმდით. დროებით. განი, ონურ აქსალს ჩემგან მოკითხვა გადაეცი. კარგი, გადავცემ. ტაქსი. ძმაო, 10 ლირად, შენ გელქოიში გამიყვან? როგორ გაგიზდი მეგობარო, მრიცხველი 20 ლირას დაწერს. ხოლო 10 მოქვს. ვერა. ძმაო, ძალიან შკარობთ. ასე არაფერი გამოვა. ჩვენ ბინიაფიზებს საუბრობთ საკმაოდ დიდ კომპანიაზე. ამას მე მომეუბნები, ბურაკ. ძადი და ქერემს უთხარი, მას უნდა აქციების გაყიდვა. ონურ. ამ საღამოს კლუბში მოდი. ყველანი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. მე ვერ მოვალ. მე და იასემინმა შეთანხმების დეტალები უნდა განვიხილოთ. ესე იგი დალაპარაკება არ გინდა, გინდა რომ ყველაფერი ასე მარტივად გადაწყდეს? ბურაკ, მე არ ვარ მომხრე რომ ინჯეოღლოების ოჯახის აქციების თუნდაც 1% ვინმეს გადაეცეს. მოვიდეს ქერემი და თქვას რომ გაყიდვა გადაიფიქრა, მაგრამ მისი დაყოლება ჩემი საქმე არ არის. არ შეიძლება იასემინთან შეხვედრა გადადო. უხერხული არ არის? საწყალი გოგო ცდილობს ბინიაფიში ვინმე უცხო აქციონერი არ შემოვიდეს. Çok güzel. ძალიან ლამაზია, რატომ შეწყვდით ქალბატონო ფერიდე? რა შეწუხება? თქვენს წარმატებასთან ეს არაფერია. Çok teşekkür დიდი მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხართ. არაფრის. იმედი მაქვს ამ საათს ყოველთვის კარგი შეხვედრების დასაგეგმად გამოიყენებ. ღმერთ მაქნას. ამ ბოლო დროს საათებმა გამიტაცა. ჩემთვისაც 3 წელი ვიყიდე. სახლი ავავსე საათებით. რამ გამოიწვია ეს ინტერესი? არ ვიცი. ალბათ მინდა მახსოვდეს, რომ დრო სწრაფად გადის. შეიძლება საკუთარი თავის დასჯა მინდა იმის გამო, რომ სისულელეებში დიდი დრო დავკარგე. yapmayın. არ გინდათ. შენმე ბევრი რამ მასწავლე შაჰრაზად. Oğlumu yanlış დამანახე, რომ ჩემს შვილს საერთოდ არ ვიცნობდი. size minnettar. მადლობელი ვარ შენი. ფეჭდები იყიდეთ? ვიყიდეთ. კარგია, გილოცავთ. როდის უნდა დაქორწინდეთ? რაღაც წინააღმდეგობები ხელს გვიშლის. თუ გადავლახავთ დავქორწინდებით. წინააღმდეგობები? ხომ თქვით პირდაპირ უნდა დაქორწინდეთო? რამე პრობლემა შეიქმნა? დიახ. ადამიანს სიხარული ბოლომდე არ ერგება ხომ ასე? მართლა ასეა. კართან დაგელოდოთ თუ ავტოსადგომზე გავჩერდე. ჯობია წახვიდე. მე დიდხანს დავრჩები. რას ამბობთ? მე რა მოხდა, დაგელოდებით. წადი.
იქნების წინააღმდეგობები მოაგვარო. ნეტავ ასეთი ადვილი იყოს. კიდევ ხომ არ გნებავთ რამე? არა, ოზლემ დიდი მადლობა. სტადი. გმადლობთ ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. გამარჯობა. ონურ, კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. რომ არ დამაგვიანდა. არა. კარგად მივხვდი რაც პირდება. ჩვენთან ოფისის შესაჩეხვედრებზე სულ ორ ცხოვილები, ქურაბია და ყავა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შენი მოსვლის შემდეგ ჩვენთან ზოგიერთი ტრადიცია შეიცვლება. მე თქვენ შესაძლებლად არ მოვდივარ. როგორც თქვენთან არის მიღებული, ყველაფერი ისე გაგრძელდება. ბოდიში, შენი წერინება არ მინდოდა. არა. არ მწყენია. DVD დისკები ჯერ არ გამოსულა, მხოლოდ კინოთეატრებშია. რას ვიზამთ, როცა DVD გამოვა, მე რა ვუყუროთ? არავინ იცის, როდის გამოვაქვთ. ხო, წავიდეთ, დაუნიმეთ. ნუ სულელო, ბაიშე. სად გინდათ წასვლა, მითხარით? არა, არაფერია, ქალბატონო ნადიდე. ღიად ნუ დატოვებ. როგორ არა, კინოში გვინდა წასვლა, ქალბატონო ნადიდე. ხომ გითხარი დასვენების დღე რომ გვექნება, მე მეთქი. მაგ დროს ჩვენება უკვე დასრულებული იქნება. არა უშავს, რას ვიზამთ? ქალბატონო ნადიდე, ხვალ შეიძლება დასვენების დღე ავიღოთ. აიშე, რატომ არ შეიძლება? ჩვენი ნება არ არის. თუ კინოში გინდათ წასვლა, წადით. კი, მაგრამ ხვალ შაბათია. ქალბატონი ფიუსუნი სახლში იქნება ბავშვები. მე რა, მე მივხედავ, თქვენ წადით. აიშე, კინოს შემდეგ სავაჭრო ცენტრშიც ხომ არ წავიდეთ? წავიდეთ. საღამოშვიდობისა. გამარჯობა, შვილო. შვილო, ადრე მოხვედი. უფროსმა გამომიშვა. კარგი უფროსი გყავს. ხელები დაიბანე და სუფრასთან დავსხდეთ. ჭამოთ და მერე იმ ბეჭდების ამბავი მოგვიყევი. მე და მამა შენს ძალიან გვაინტერესებს. შვილო, კბილეულით ნუ დანაყრდები, მე ვახშამს ვეღარ შეჭამ. უნივერსიტეტში ძალიან მომშივდა და იდანადიდა. კინაღამ მოუკვდი შემშელით. ვერ მოვითმენ. შვილო, თან უნივერსიტეტი, თან სამსახური. ძალიან ეგლები, ძალიან. არა უშავს. რას ვიზამთ? ცხოვრება ადვილი არ არის. ასეა. მიდი, ამან გვითხარი ბოლოს და ბოლოს. ვინ არის, რატომ არ გვეუბნები? რა ვიცი, ალბათ ვინმე რუსი გოგოა. შვილო, შენ თუ გიყვარს, ვინც არ უნდა იყოს, მაინც მივიღებთ. ჩვენთვის თავარი შენი ბედნიერებაა, გვითხარი ვინ არის ის გოგო. მიდი. მიდი. ჯანსელი. რა? ჯანსელი? არა. არასწორად გავიგე. არ არსებობს, შეუძლებელია. მიყვარს მამა. ფეხმძიმე ხალი? არა. ეს მეორე დაღარ გამოგონო. მიყვარს მამა, არ გესმის? ჯანსელი მიყვარს. Yaman გონსმოდი. ასეთ ხალზე ვერ დაქორწინდები. დავქორწინდები. არა. მაშინ ჩემი შვილი აღარ იქნები. თქვენ გინდა თუ არა ჯანსელს მაინც შევირთავთ ცოლად. წადე ამ სახლიდან. წაეთრი აქედან.
ჩემი თურქული ნომერი ეს არის. თუ დაგჭირდებათ ამ ნომერზე დამირეკეთ. პოლიცია ხომ არ იყო მოსული? ვიღაც ემილს საერთოდ არ ვიცნობ. ერთი ღამე ვიყავით ერთად. უმერთო ჩემო. ასეთი ქალისთვის შარში რატომ უნდა გავეხვე? მე რა ვქნა? მერტ, აქაურობა მაგრად გაგიკეთებია. საერთოდ სხვანაირი ადგილია. ეთყობა რომ ამ საქმეში შენი ხელი ურევია. მაგარი ხარ ძმაო. მადლობ. შენ რამდენი ხნით ჩამოხოდი? სამუდამოდ. შენ? რას ამბობ, არ მჯერა. ალბათ ერთ კვირაში გაიქცევი. ატონი ბურაკიც აკופილა. კერემი მოვიდა. ხო, ჩხუბს ნუ დაიწყებ. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად შენ? დაჯიქ. გმადლობ. როგორ ხარ? კოკა-კოლა? იყოს. აქაურობა ძალიან მომწონს, ვეღარ მომიშორებ. კერე, მოდი, რამეს დალევ? არ მინდა. საყვარელო, გამარჯობა. გამარჯობა. დაოსახში ვერ შევედი. ისევ, გასაღები დავკარგე. შენი და? თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ, ეს ჩემი და ამელექი. ერთმანეთი გავიცანით. ის არ ითვლება. მე ბურაკი ვარ. კერემის ძმა. იამანი უნდა მოსულიყო? არა, არ დაურეკავს. უკვე გვიანია და ცოტა ავღელდი. შენ დაურეკე შვილო. არა, ახლა სახლში იქნება, არ მინდა დედამის მოგაიგოს, რომ მე ვურეკავ. იმედია არ გადაიფიქრა. რა? ახალგაზრდა ბიჭია. ალბათ ბევრი ქალი დასდევს. იამანი იქნება. იამან, გამარჯობა. რა მოხდა? არაფერი. შენი ძმა უარი გითხრას ხომ ასია? რა თქმა უნდა. ვისენდომება. ჩემნაირი რძალი. არა უშავს, ისედაც ვიცოდი, რომ ტყუილად ვოცნებობდი. ნუ ღელავ. ჯანსელ. არი ნერვიულო. ვალდებული არ ხარ ჩემზე დაქორწინდე. ესეც იუველირს მიუტანე. ჯანსელ. მომისმინე.ახლავე დავქორწინდეთ. რა რთული საქმე ყოფილა? დაგვრჩა ისეთი პუნქტი, რომლისთვისაც არ გადაგვიხედავს. თუ დაგვრჩა ადვოკატებმა მოაგვარონ. მგონი მხოლოდ ხელმოწერა დარჩა. კერემს კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ყველაფერი დავასრულოთ. კაპიტანი შენ ხარ. ამერიდან როგორც შენი ტყვის იქნება. კიდევ დაგისხა ვისკი? არა, აღარ მინდა, უნდა წავიდე. შენ კიდევ უნდა დარჩე? მე ნუ დამალადები. ჩემს ნირთებს ნელ-ნელა მოვკრებ და წავალ. გარბიან, პოლიციას დაურეკე. ჰოლდინგ დივის თავს დაესწრნენ, სწრაფად მოდით. ონურ, კინაღამ დაგხოცეს, რა მოხდა? მოდი. ძალიან შეგეშინდა? ეს რას ნიშნავს? არ ვიცი, მაგრამ მგონი ხვდები რაც მოხდა. ბოდიშს გიხდი. ხო, მაპატი. შენ რატომ მიხდი ბოდიშს? იმიტომ რომ მე გაგხვი ამ შარში. ალბათ იასემით ხომ არაფერი დაგიშავდათ. პოლიციაში დარეკეთ? დიახ, დაურეკეთ ბატონო. შენი აზრით ეს ვინ ჩაიდინა? შენ როგორ გონია? მელიქ მაპატია. ჩქარობდი და მოულოდნელად დაგეჯახე. არა უშავს. რა მოხდა?
არაფერი, მე და ბატონი ბურაკი დღეს ჰოლდინგში ერთმანეთს დავეჯახეთ. რაც კი ხელში მეჭირა, ყველაფერი დავყარებ. მადლობა მას, აგრაფაში დამეხმარა. ჰოლდინგში რა გინდოდა? არაფერი, დიდი ხანია არ ყოფილვარ. ონური მოვინახულე. რა იყო? არაფერი. გესმენ. რა მოხდა? როგორ? რამე დაუშავდა? oldu ki? რა მოხდა? რა ხდება? Şehir değil ki. Eşkıya yat. ქალაქი ქალაქს აღარ გავს. ბანდიტების ბუდედ იქცა. გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. მინა სულ ჩაუმსხვრევიათ ღმერთმა დაგიფარათ. Allah korumuş sizi valla. შენ რა იცი რომ მინა ჩაიმსხრა? Televizyonda ახლა ვუყურებდი ახალ ამბებს. haberlerde იკაჩვენეს. უკვე მოასწრეს? დიახ, aman ne olur onu. გთხოვთ ბატონო ონურ, თავს გაუფრთხილდით. ნუ ველაფერდებს. Afiyet. შეგერგოთ. ქერემი წილს აღარ იყიდი. ამაზე ლაპარაკი დასრულებულია იასემინ. ონურ გთხოვს სისულელეს ნოამბობ. სისურელეს არ მომობ. არ მინდა ბინიაფის გამო თავის ართხში ჩაიგდო. ასე ადვილად არ დავდემდები. იასემინ, გთხოვ. არა, მათ ჩემი შეშინების უფლებას არ მივცემ. რა იცი რომ შეჩერდებიან? ვინ მოგცემს გარანტიას რომ უარეს არ გააკეთებენ? რაც უნდათ ისო ქნიათ. სიფრთხილის ზომებს მივიღებ. იასემინ, ბატონ ონურს ესროლეს. ლამის მოკლეს. შენ კი ასე მშვიდად ხარ. Rahat mıyım? შენი აზრით ახლა მშვიდად ვარ? Rahat edebilirim. მშვიდად გამოვიყურები? Bir telefon არც კი ურეკავ რომ მოიკითხო. iyiymiş bir şey. კარგად ყოფილა. არაფერი არ დაშავებია. რადგან კარგად არის დარეკვა არ ღირს? Hayır. არა. გადავიფიქრე ესემი. შენ სულს აღარ მოკლედი. Kerem. ქერემ, Ben o herifin იმ კაცის თავდასხმას არ შევუწუხები ვარ. გინდა რომ ბინიაფი ბანდიტს ჩაუგდო ხელში. არა, აღარავის არ მივყიდე. არც სამი ზაქირს დარჩენ. ჰოლდინგში მუშაობას გავაგრძელებ. წუხვარ ონურ. გმადლობ. ზოლებურად ისევ პარტნიორები ვიქნებით. მხოლოდ პარტნიორები. კარგია. Şehrazat. შახრაზად კაცი ლამის მოკლეს. ასე დროს მის გვერდით არ უნდა იყო? Arayacaksın. Hadi ara. Gelmeyin artık. ნუ მაძალებთ. ბატონი ბურხანიდან დაწყებული ქალბატონი ფერიდეთი დამთავრებული ყველა ონურის დიდ სულოვნებაზე ველაპარაკება. გამუდმებით მიმეორებენ რომ ძალიან ვუყვარ ვარ. გამოდის თითქოს გულქვა ვარ და ონურს განგებ ფექცევი ასე. თითქოს მინდა რომ შემეხვეწოს. Şuramda ყველას ვერ ავუხსნით ჩემს გულში რა ხდება ბენო. hiç kimse. არ შემიძლია. Biliyorsun ya. ესე იგი გიყვარს? Şehrazat. მასზე უარს რატომ ამბობ შახრაზად? Unutulmayacak. არის რაღაც რასაც ვერ ვივიწყებ ბენო. Üstünden 1001 ღამეც რომ გავიდეს, მაინც ვერ დავივიწყებ. არ შემიძლია. unutamayacağım şeyler. Nasıl yani? რას გულისხმობ? Ne olur ısrar et. ნუ რაფერს მკითხავ? Günahın ამ სიყვარულმა დამღალა. მეტი აღარ შემიძლია. yoruldum. Telefonunuzu ტელეფონი ხომ არ დავტენო ბატონო ონურ. იქნებ ვინმემ დაგირეკოთ. ტელეფონი დატენილია პირდებს. ვისაც უნდა უკვე დამირეკა. გასაგებია. მხოლოდ ერთმა ადამიანმა არ მომიკითხა და რა მგონია დამირეკოს.
Efendim? გისმენთ? გამარჯობა შაჰრაზად. სანამ ტელეფონს გამითიშა, მინდა რაღაც გითხრა. Dinliyorum. გისმენ. ფონდის შეხვედრაზე უფროს არქიტექტორს გამოგზავნი? Evet. დიახ. კარგი. იმედი მაქვს ხვდები, რომ არასდროდ იქცევი. Bu benim sorum. ეს ჩემი პრობლემაა. არა, ჩემი პრობლემაცაა. Bu projenin sorumluluğu პროექტს სხვა არქიტექტორს გადააბარებ, amისთვის ჩემი თანხმობა დაგჭირდება. yetkililerine göstermen gerekmez mi? Önerin რას მირჩევ? Son bir kez. უკანასკნელად მოგიწევს ჩემი ატანა. ძვირფასო. ალი კემალ ბურჩინის ეთლიც ჩადე მანქანაში. კარგი. მამა, შეიძლება ჩემი საკრავი წამოვიღო? რესტორანში უნდა დავუკრა? ბაღში დავუკრავ. ბურჯუ, ჩემი ვარდისფერი ზედა შენ აიღე? არა. დავედით. მადლობა ღმერთს, ისევ ერთად არიან. დედა, ჩვენ მივდივართ. ნახვამდის. ესენი ბედნიერები არიან. ის კალიგი ვინც სადღეშია. იქნებ ბავშვი უკვე გააჩინა. ბატონო ბურხან. სიმართლე უნდა ვთქვათ, ხალბატონო ნადიდე. მოგწონს თუ არა, კიდევ ერთი შვილიშვილი გყავს. Teşekkür ederim. მადლობა რომ მოხვედი. rica ederim. არაფერს. İyi günler. ნახვამდის. Sana. გთხოვ, ახლა არ მიღალატო. არ მუშაობს? Çalışmıyor. არა, Bakabilir შეიძლება ვნახო? Gerek yok. არ ღირს. სახლში რომ მივალ, სერვისში დავრეკებ და შეაკეთებენ. Ben böyle. სახლში წაგიყვან. Taksiyle gidelim. ტაქსი წავალ. Şehrazat. შაჰრაზად, უბრალოდ ვცდილობ Herhangi bir თავაზიანობა გამოვიჩინო. göstermeye çalışıyorum. Bütün gece მთელი ღამე შენზას ველოდებოდი. Biliyorum. ვიცი. ძალიან მეწყინა. bu kadar. მეც არაფერს მეტყვი. Ne söyleyeyim? რა გინდა რომ გითხრა? Ne bileyim, რა ვიცი, bana bir şey oldu. არ შეგეშინდა ეს ამბავი რომ გაიგე. ან არ გინდოდა რომ Hemen yer. ჩემთან მოსულიყავი. Çok korktum. შემეშინდა, მაგრამ როცა მითხრეს რომ კარგად იყავი, გამიხარდა. ძალიან მინერვიული. Hoş duygu. ეს цариელი გრძნობებს მოკლებული სიტყვებია. Duygu მეც bekliyorum. არაფერს გეტყვი ონორ. Söyledim. უკვე აგიხსენი. Zihninden იმ საშინელ ღამეს ვერ მივიწყებ. ასე ცხოვრება არ შემიძლია. Nereye gidiyoruz? სად მივდივარ და მიხრიბან? Gideyim მე mi? უნდა წავიდე ძვირფასა. İn. გადმოდი, İn şey. გადმოდი შაჰრაზად. Bunu saçma ონურ, სისულელეს ნუ ამბობ, რას აკეთებ? ონურ, რას აკეთებ? ya. Ya ონურ, Onur ne yapıyorsun? ონურ, სად მიყავარ?
Onur! Onur, Onur ne რა გინდა, სად მიყავარ? Haklısın Şehrazat. მართალი ხარ შაჰრაზად. Çok haklısın. სრულიად გეთანხმები. Ben იმ ღამეს ვერასოდეს დავივიწყებ. senin yüzünden როცა შემოგხედავ, ყოველთვის ის ღამე გამახსენდება. ისიც გამახსენდება. იმ ღამის შემდეგ როგორ შემიყვარდი. çok sevdiğimi. Sen ღმერთმა იმ საშინელ ღამეს შენი თავი მაჩუქა. ve ölünce სიკვდილამდე მეყვარები და შენზე ვიეჭვიანებ. bu hiç მუდამ ასე იქნება. eğer birlikte თუ ერთად ვიცხოვრებთ, ბევრჯერ ვიჩხუბებთ. ama sana იმიტომ კი არ ვიეჭვიანებ, რომ არ გენდობი, საკუთარი თავი ვერ დავარწმუნე, რომ შენი ღირსი ვარ. için kıskanacağım seni. შენი დაკარგვის მეშინია. Gibi kork. მე ასეთი ვარ, შაჰრაზად. Ben buyum Şehrazat. სანამ გაგიცნობდი, Seninle yaşayan ქალებს საერთოდ არ ვენდობოდი. kadınlara asla შენმა სიყვარულმა შემცვალა. senin aşkınla değişen bir adamım ben. თუ არ გინდა, რომ ასეთი ადამიანი შენ ცხოვრებაში, შენს გვერდით იყოს, Diyorsan მაშინ ეს გასაღები გამომართვი და წადი. გაჯექი ქალბატონო ნადიდე. მოდი ვისაუბროთ. მოვედი, მოვედი. ნახე, რა საოცრად ვიმს. ხო, ასეთი სიჩუმე დიდი ხანია არ ყოფილა სახლში. ყველაფერი ისეა, როგორც ადრე. ხო, მაშინ შვილები არ მყავდა. ზუსტად ასეც ვიმდა. არავინ მყავდა. არ შვილები, არც შვილიშვილები. ამ სახლში მხოლოდ შენ იყავი. წლების წინაც ასე ვისხედით და წვიმას უყურებდით. გახსოვს? მაგას რა დამავიწყებს? ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო. რა სწრაფად გავიდა დრო. ღმერთო, ნუ გეშინია. მაშინაც ასე გეშინოდა. ისევ მეშინია ბატონო ბურხან. ნუ გეშინია. შენ გვერდით ვარ. ნიმეთი და აი შემოვიდნენ. რა სწრაფად დაბრუნდნენ. მოიცადე მე გავახებ. ქალბატონო მიჰრიბან, Salam Burhan Bey. გამარჯობა ბატონო ბურხან. ბაბუა, ჩვენ მოვედით. კეთილი იყოს შენი მოსვლა. მოვძანდით. რა ხდება, შაჰრაზადი არ არის? არ არის. სახლში შემოდით, კართან უდგახართ. Kaan size emanet. კანს თქვენ გიტოვებთ. მე უნდა წავიდე. სად ვიდიხარ? Kaan'ın კანს უკვე ვაჭამე. üst başında var. დასაცმელი ჩანთაში ჩავულაგე. Hoşçakalın. ნახვამდის. ასე წვიმაში სად მიდიხარ? ქალბატონო მიჰრიბან. ქალბატონო მიჰრიბან, დედა სად არის? სამსახურში წავიდა. დღეს ხომ შაბათია? ღმერთო ჩემო, ეს მოიხსენი? ღმერთო ჩემო. Gir. შემოდი. ძალიან დასველდი. გაიხადე. კარგი, Üşüdün mü? შეგწივდა? ცოტა. Affet. დაპატიე. Tabii ki. რა თქმა უნდა. შენ? Ben sana hiç მე შენზე ნაწყენი არც ყოფილვარ. Onur. Onur, Sensiz მერც კი წარმოიდგენ, რა რთული იყო უშენო ცხოვრება. შენ მე მკითხე. Onur. Onur,
ჩემო ძვირფასო. შაჰრაზად, ჩემო საყვარელო. დეიდა მიჰრიბანს არ უთქვამ, სად მიდიოდა? მითხრა ბაბუასთან წაგიყვან. ბურჯუსთან და ბუქეთთან ითამაშებო. დედა მიცი აქ რომ ხარ? არ ვიცი ბებია. ბურჯუ და ბუქეთი არ არიან? ცოტა ხანში მოვლენ საყვარელო. სასეირნად წავიდნენ, მალე დაბრუნდებიან. ბურჯუსთან და ბუქეთთან მინდოდა თამაში. არა უშავს. ჩვენ გეთამაშებით. კარგი? კომოსია ბებია. რა თქმა უნდა. ახლა გავთმევით. ცხელი ღვინო მიირთვით. გმადლობთ. გმადლობ. მალე ხორცსაც მოგართმევთ. ვახშამზე დარჩებით. დარჩეთ. კანმა არ ინერვიულოს. მიჰრიბანთან არ არის? ხო, მაშინ დარჩეთ. კარგი. გრჩებით, ჩვენთვის ადგილი დაჯავშნეთ. კარგი ბატონო, სხვა რამე ხომ არ გნებავთ? არა გმადლობთ. იმრევლად მიირთვით. მოგეწონა. არა ჩვეულებრივია. გასინჯე. Ey sevgili, ჩემო ძვირფასო, içtiğin hoş şaraptan ეგ ღვინო მეც დამალევინე. sesin tutkulu. ისეთი თკბილი სიტყვებით დამათრე, რომ Kıskanç bir. ბულბულსაც კი შეშორდეს შენი. Ama önce seni. მაგრამ ჯერ შენ დალია. Sonra dudaklarını ის ფიალა მომაწოდე, რომელიც ჩვენს ბაგეებს სურნელით გაჟღენს. koçan güllerin ve ჩემი გულის კერის გარდა ვერაფერს გაიგონებ. Sana inanamıyorum. საოცარია. მოიცადე, კბილით არ გატეხო. მომეცი მე გაგიტეხავ. ნამთხარი წაჭამე ბაბუა. ნიმეთმა დილით გამოაცხო. აჭამე. რა კარგი ნამცხვარია. ძალიან მიყვარს. რა სიმშვიდეა. ძალიან მიყვარ ხარ ძვირფასო. Harika bir şey. არა ჩვეულებრივია. Hep böyle kalalım. მინდა სულ ასე ვიყოთ. eğer seni შენ თუ გენდომება სულ ასე ვიქნებით. თუ ქანია მეს დაველაპარაკები. Sevinçten hava. ძალიან გაუხარდება. Kaan değil. კანი არ არის. Nadidan. ქალბატონი ნადიდია. Alo. ალო? შაჰრაზად. გამარჯობა შვილო. Merhaba. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? მადლობა ღმერთს კარგად. შაჰრაზად. კანი ჩვენთან არის, ამიტომ გირეკავ. არ ინერვიულო. Orada mı? თქვენთან არის? Niye? რატომ? ცოტა ხნის წინ ქალბატონი მეხრიბანი მოვიდა. კანი ჩაგვაბარა და წავიდა. Aa. Nereye? საწავიდა. არ ვიცი. კითხეთ და არ გვეპასუხა. ქალბატონ მიხრიბანს პრობლემები ხომ არ აქვს? Yani kardeşi. რამდენადაც ვიცი, მის ძმას აქვს პრობლემები. Allah. ღმერთო ჩემო, სხვა არაფერი უთქვამს? არა. კანი კარგადაა? კარგადაა. ბაბუა და შვილი ერთად თავს მშვენივრად გრძნობენ. გმადლობთ რომ შემატყობინეთ. ახლავე წამოვალ. შენ საქმეს მიხედე შვილო. კანზე არ ინერვიულო. არასწორად გამიგეთ. მიხრიბანის გამომღელა. ახლავე წამოვალ. როგორც გინდა, სახლში ვართ, დაგელოდებით. კარგი, შევთანხმდით. დროებით. Anlamam. კარგად არ გამომდის. საოცარია. ბენუ იცენის.
როგორც ჩანს ბოლო დროს გულს აღარ სდგე. არ მინდა გული ვატკინო. დარწმუნებული ხარ? ვერავინ დამამარცხებს. ასე გეგონას. შენ არ გესმის მერტ. ბენუს ხვანაირად მიყვარს. როცა ჩემ გამონერვიულობს ძალიან გარმიცდი. მაშინ რატომ ანერვიულებ? ვერავის გაგაგებინეთ. ვერც შენ, ვერც დედას, ვერც ონურს, ვერც შეჰრაზადს. ყველა საშინელი ადამიანი გონი ვართ. მოგაცრავად. მაგრამ ჩვენს ადგილას რომ იყო რას იფიქრებდი? იცი ჩემ გულში რა ხდება? არავის არ ადარდებს რას ვგრძნობ. კერემ, სიყვარულით ყველაფრის გამართლება არ შეიძლება. შენ ეს არ გესმის. მესმის. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ბენუშა ვიყვარო. რამდენჯერ ვცადე. მაგრამ არ გამომივიდა. დიახ, ისმენ. დიახ, საბჭოს ხდომას დავესწრები. ალბათონი ნუხრაიათი ყველას დაურეკავს და დროს შეუთანხმებს. კარგი, მოაგვარეთ და შემატყობინეთ. ნახვამდის. არაჩვეულებრივად თამაშობ. ბილიარდში საუკეთესოა. მომარ მოიწყინა. არა. გამარჯობა შეჰრაზად. ბატონო ონურ, გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო ნადიდე. გამარჯობა. რა კარგი სიურპრიზია. ბატონო ბურჰან, ნახე ვინ მოვიდა. ბიძია ონორ. შვილო, მოდი. ძალიან მომენატრე. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. მობრძანდით, მობრძანდით. მობრძანდით. შვილო, ქალბატონო ნადიდე. არავის აზრი არ მაინტერესებს. არ ჩემი ოჯახის. იამან. კარგად მომისმინა. ჩვენ გრძნობებზე მნიშვნელოვანი არაფერია. აქამდე სად იყავი? არ მკითხო. ჯობდა აქამდე გამომეჩინა გამბედაობა, მაგრამ ახლა ხომ აქ ვარ. იამან, ვახშმად დარჩები? არა დაიდახურია. უნდა წავიდე. რას ამბობ ძვირფასო, ივახშმენდა ისე წადი. არა, გმადლობთ. იმრელად მეირთვით. მე წავალ. ორ შაბათს ქორწილის დღეს დავარეგისტრირებ და მაშინვე შეგატყობინებ. რა სიტყვა? მეტისმეტად ჩქარობ. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. სასწრაფოდ უნდა დავქორწინდეთ. ახლა მშობლებთან წახვალ? არა. მათთან ურთიერთობა გამიფუჭდა. სად უნდა დარჩე? სადმე დავრჩები? მეგობართან წავალ. შენ არ ინერვიულო. ჩემ გამოცხოვრება გაირთულე. ჯანსელ, ხომ შევთანხმდით, რომ ამაზე არ ვილაპარაკებ? ისმინე, რამე თუ დაგჭირდება, ნებისმიერ დროს დამირეკე. იამან. რატომ აკეთებ ამას? ამდენ გულის ტკივილად ღირს? სიყვარულს რას გაუგებ, ჯანსელ? ადამიანს უბრალოდ უყვარდება. მთელი გულით. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მიყვარდი. ახლა კი უბედნიერესი ვარ. შენს თავს და ბავს გაუფრთხილდი. კარგი? კარგი. ნახვამდის. მობრძანდით ბატონო ონურ, გმადლობთ.
მაინც და მაინც დღეს გავათავისუფლეთ ნიმეთი და აიშე. არა უშავს, ნუ ღელა, ყველაფერს მე გავამზადებ. იქნებ ჯობდა ვახშამზე დარჩენა არ მეთხოვა. რას ამბობ, ასეთი საქციელი შეგვეფერება? ო, მაგრამ ქალბატონო ნადიდე, კაცმა ჩვენ სახლში პირველად უნდა ივახშმოს. დაწნარდი ბატონო ბურხან, ოდეს მე შემირცხვენი ხარ? რას ამბობ, ეგ არასოდეს მომხდარა. დაგეხმარო? შენ? პურის დაჭრაც კი არიცი. ბატონო ნურთან წადი, მარტო არ დატოვო სირცხვილია. კარგი. კიდევ ერთხელ დაურეკავ. ახლა არ დაურეკე შეახრაზად. Kabahat bende. დამნაშავე ვარ. საკუთარ თავზე ძალიან ბრაზო მონურ. მიხრიბანის ძმას პრობლემები აქვს, მე კი ყურადღება არ მივაქციე. რისი გაკეთება შეგეძლო? თავსმენი დანაშაულეთ. ტელეფონს ისევ არ პასუხობ შეახრაზად. მიხრიბან სად ხარ? Neredesin? ნოგეშინია? დაწნარდი ბაქოში ვარ. Bakü'de misin? ბაქოში რა გინდა? რატომ წახვედი? შენი ძმა ნახე? დიდი ხანია მასზე არაფერი მსმენია, ძალიან მღელვდი, ამიტომ წამოვედი. მე რატომ არ მითხარი? წასვლის უფლებას არ მომცემდი. რა თქმა უნდა არ მოგცემდი. მიხრიბან, ახლავე უნდა დაბრუნდე. როგორც კი ჩემს ძმას ვიპოვი და ვბრუნდები. შენ ძმას ერთად ვიპოვით, მარტო როგორ მოახერხებ? უნდა გავთიშო ავტობუსი მოვიდა. მიხრიბან ძალიან გთხოვ. ალო? მაპატიე შახრაზად. რა? ალო? ალო? ღმერთო ჩემო. იმ ადამიანებს როგორ გაუმკლავდება? ღმერთო დაიფარე. არ ნერვიულო შეახრაზად. ქალბატონ მიჰრიბანს ვიპოვით. რა თქმა უნდა ძვირფასო. წვნიანი მზად არის. ბატონო ონურ, რაც გვაქვს მივირთვათ. გთხოვთ, გადაიღეთ. გმადლობთ, თქვენ შეგაძღეთ. რას ბრძანებთ ბატონო ონურ? ახლავე უგემრიელეს ქათამს მომამზადებ. მოუთმელად ველოდები. კარგი იქნებოდა ბურაქიც მოსულიყო, ერთად ვივახშმებდით. მის გარეშეც ვივახშმებთ. ვინიც ის ახლა ჩემი სულელი ძმა სად არის? შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ გონი ცოტა უცნაურია. არ მოგჩვენებია. არავინ არ იცის როდის რა მოუვა თავში. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, დიდი მადლობა. შეგერგოთ. დიდი მადლობა. შეგერგოთ. არ წავიდეთ, განს ეძინება. კარგი. თქვენი ნებართვით წავალთ, როგორც გენებოთ. გვიხარია თქვენი მოსვლა. შვილო, ფეხსაცმლით ნუ შედიხართ. გურჯუ და ბუქეტი მოვიდნენ. გთხოვთ ბატონო ონურ. კან. თქვენ აქ ხართ? İyi ki geldiniz. კარგია რომ მოხვედით, თორემ თქვენს უნახავად წავიდოდით. გამარჯობა. ბატონო ონურ. გამარჯობა ქალბატონო ფისენ. ბუკეტ, გურჯი როგორ ხართ? ვახშამზე ვერ მოგვიცარით ალიქემალ. უკვე ვივახშმეთ. არა უშავს მამა. ჩვენც ვივახშმეთ. გამარჯობა. გურჯუ? კან. Abla tuz bitmiş. მარილი აღარ გქონია. ყიდვა დამავიწყდა. Şehrazat. შახრაზაც გამოვართვა? Olur ama. კარგი, მაგრამ სახლში არ არის, გასაღები შემოსასვლში კიდია. Bütün gece yemedik. მთელი საღამო არ მოგშორებია. საწუწუნო არაფერი მაქვს. ძალიან მომენატრა. Melek? მელეკ? Ay çok özür dilerim. დიდი ბოდიში. ბენუ მითხრა, სახლში არ არიანო. მარილი გაგვითავდა და ასაღებად მოვედი. არა უშავს, ახლავე მოგცემ. გამარჯობა ბატონო ონურ. გამარჯობა. Şaşırdın değil mi? გაგიგვირდა? Biraz. ხო, Al canım. გამომართვი ძვირფასოდ, მადლობ. არაფერს. ღამემშვიდობისა. İyi geceler. ძალიან კარგი სუნი აქვს. არ ვიცოდი ასეთ გემრიელ კერძებს თუ ამზადებთ. დიახ, მხოლოდ საყვარელ ადამიანებს უმზადებ. შახრაზადი დაბრუნდა? აუ, სახლშია. ბატონ ონურთან ერთად. Onur Bey'le mi? ბატონ ონურთან? რას გულისხმობ? შერიგდნენ? İnan. წარმოუდგენელია. Onur Bey çok... ბატონი ონური ძალიან ბედნიერი ჩანდა.
არაჩვეულებრივი ამბავია. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვით. მინდა ყოველთვის ასეთი ბედნიერები ვიყოთ, ონორ. მოდამ ერთად. Yana. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ბატონო ქერე. გამარჯობა ბატონო ქერემ. გამარჯობა. ქალბატონ მიჰრიბანს ელაპარაკეთ? დიახ, ველაპარაკე. ძმა ისევ ვერ იპოვა. თვითონ როგორ არის? კარგად. მისგან ინფორმაციას ელოდება, მაგრამ ჯერ ვერაფერი გაიგო. ბატონო ბურხან, რა შეგვიძლია იმისთვის გავაკეთოთ? ძალიან მეწოდება. ჩემს რუს ნაცნობებს შევატყობინე. სიტუაციაში გაერკვევიან, მერე კი გამოსავალს ვიპოვით. მართალი ხართ. მოგვიანებით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, დროებით. შეიძლება ვილაპარაკოთ. გისმენ. შესაძლოა იასემინზე თავდასხმა რომ მოხდა. ძალიან განვიცადე. ბევრი ვიფიქრე. ვალდებული ვარ ჩვენი მამების მიერ შექმნილი ჰოლდინგი ვმართოთ. მეგობრობა ვერ შევძელით. პარტნიორებად მაინც დავრჩეთ. ეს გარდაუვალია. გეთანხმები. სწორი გადაწყვეტილებაა. პარტნიორობა გავაგრძელოთ. წინაჯერზე რომ ვიყიდე მჟავე იყო. იმედი მაქვს ამჯერად კვილი იქნება. თაფლივით ტკბილია. გამარჯობა, ქალბატონო ჯანსელ. გამარჯობა. მოიმატებ ფიუსუნ? ხო, წამლების ბრალია. ხომ გამოჯანმრთელდი? მადლობა ღმერთს. ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება საჭირო აღარ ამოჩნდა, მაგრამ თავს სულ ვაკონტროლებ. იმედია მეტასტაზები აღარ აღმომაჩნდება. ღმერთმა დაგიფაროს. არი ნერვიულო, თავარი განწყობის შენარჩუნებაა. სათქმელად მარტივია. რამე საქმე გამონახე. დროს გაიყვან, უსაქმოდ ნოიქნები. მეც მინდა მუშაობის დაწყება, მაგრამ დიპლომი არ მაქვს. დიპლომი აუცილებელი არ არის. ჭკვიანი ქალი ხარ. რა საქმესაც არ უნდა მოგიდო ხელი, გამოგივა. ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ არც კი ვიცი რისი გაკეთება მინდა. ინტერიერის დიზაინით არ ხარ დაინტერესებული. რას გულისხმობ? გემოვნებიანი ხარ, ბევრი ნაცნობი ყავს. მათი სახლების დეკორაციით დაიწყე. ნელ-ნელა გამოცდილებას მიიღებ. თავარი დაწყებაა. ასე მარტივი გონია, რას ამბობ? რთული სულაც არ არის. ოფისი გახსენი. არქიტექტორი აიყვანე. ევლია ოღლუს ინტერიერის დიზაინი. შენი გვარით საკმარისია. ბევრი მსურველი გეყოლება. შავი უფრო მახტუნებს, არა? ხო, ასეა. როდის უნდა იმშობიარო? ჯერ არა. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. შვილო, ჯანსელ. ალბათ ხვდები რის თქმასაც ვაპირებ. მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან განვიცადეთ შენი ამბავი. არ გაგიმართლა, ბედნიერი არ იყავი და ოჯახი დაგენგრა. ცხოვრება ასეთია, რა სიზამ. შენ ხომ იცი, რომ არასწორად იქცევით. შენ და იამანი ბედნიერები ვერ იქნებით. ჩემი შვილი ძალიან მობიერია. როტი ადამიანი არ არის. ასე აღზარდეთ. მე და დედამისი თავს ვეულებოდით.
არ გინდა შვილო. ჩემ შვილს მთელი ცხოვრება წინ აქვს. ცოტათი მაინც თუ გიყვარს, თავი დაანებე. ვერ გშორდება. როგორც ჩანს, შენმა მდგომარეობამ მასზე გავლენა იქონია. ზოგჯერ დაუფიქრებლად იქცევა, სიყვარული მალე გადაუვლის. მერე კი ორივე აქ მოგიყვანე. ძალიან შეგაწუხე. რა შეწუხებაა, რა სამობ? ყველაფერი მოვიტანე. მადლობ. მომგითხარი, როცა მოგინდება პროექტს დაგიბრუნებ მეთქი. როგორც ჩანს, შერიგდით. დიახ. ახლა ვემოვალ. ფიუსონ, კეთილი იყო შენი მასლა? გმადლობ. იმედია არ გაწუხებ. რას ამბობ? დღეს მკერავთან ვიყავი, სახლში დაბრუნება აღარ მომიდა. ნამცხვარი ღვეზელი ვიყიდე და შენთან მოვედი. კარგად მოიქეცი. გიშმიშიანი ნამცხვარი სულ ახალია, არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. ცდუნებას ვერ გავუძელი. უკაცრავად, შეგაწუხეთ. ეს ორხანია ჩემი არქიტექტორი და მეგობარი, ეს კი ფიუსონია. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. უნივერსიტეტის პროექტზე მუშაობთ. მართლა? ო, მოიელჩინ. ისმენ? შენი მანქანა გაფუჭებულა, სახლში ტაქსი დაბრუნებულ ხარ. დაცვა მითხრა. ვერაფერი გავიგე. დაცვას მეტი საქმე არ აქვს და ჩემს მანქანაზე ჯოროობს? როგორც ჩანს, ამ ისტორიულმა ფაქტმა ბიჭების ყურადღება მიიქცია. ერემ. ძალიან დიდი მადლობა თავაზიანი ხართ, მაგრამ არასოდეს არ მიფიქრე ამაზე. არა, პირისპირ რომ შევხვდეთ, არც მაშინ შევეცვლი აზრს. გმადლობთ, რომ ჩემზე იფიქრეთ. ნახვამდის, დიდი ბოდიში. ბინიოფის არქიტექტორს სხვა კომპანიაში გადასვლას თავაზობენ? არა. რა ხდება ბენო? უმნიშვნელო შემოთავაზება მივიღე იალჩინ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ. ყველას გითხარი. ერთ-ერთი იტალიური კომპანია თურქულ ბაზარზე აპირებს შემოსვლას. ბრენდის სახით კი ცნობილ არქიტექტორს ეძებენ. მერე? უნდათ რომ რეკლამაში გადამიღონ. უმნიშვნელო რატომ არის? ჩემი აზრით არაჩვეულებრივი იდეაა. არ გინდათ ბატონო ონო, ფოტომოდელი ხომ არ ვარ? რას ამბობ ზირფასო? მათ როგორც ფოტომოდელი კი არა, როგორც ცნობილი არქიტექტორი ბენუ ათამანი ჭირდები. არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა, ახლავე უნდა დათანხმდე. სხვა საქმე არ გაქვს ბენო. ასეთ სულელურ შემოთავაზებას რატომ უნდა დათანხმდე? შეხვედრა დავიწყოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედი. არაფერ შეჰრაზად, მადლობას ნუ მიხდე. გმადლობ, ნახვამდის. აკრის გაკეთებას აპირებ, შაჰრაზად, ცარიელი უნდა იყოს. სანამ ახალ არქიტექტორს ავიყვან, ცარიელი იქნება. აქ თუ გავყოფთ. ერთი ოთახი კიდევ გამოვა. არა, ღია ოფისი უკეთესია. ჩემთვის კარგი ოთახი გამოვა, ხომ ასეა? რა? აქ მდივანი გაჩნდება. ქალბატონი მიხრიბანი ჩემს სატელეფონო ზარებსაც ხომ უპასუხებს. რა? დეკორაციებს გავაკეთებ, შაჰრაზად. ორი ევლია ოღლო ერთად. არაჩვეულებრივად იმუშავებს. ჯანსელ. წვნიანი მოინჩაჭამე. არაფერი არ მინდა დედა. შენს თავზე თუ არ ფიქრობ, შვილზე მაინც იფიქრე. ალო, იამან. ალო, ჯანსელ. ჩემთვის არაჩვეულებრივი ამბავი მაქვს. ქორწილის დღე დავნიშნა. 27 ნოემბერი, ორშაბათი. 6 საათი. როგორც იქნა დავქორწინდებით. ჯანსელ, რატომ ტირე? ყველაფერი დასრულდა, აღარ ინერვიულო, ნუ ტირე, კარგი? იამან. ნახევარი საათით გავეთავისუფლე. ახლა სამსახურში უნდა დავბრუნდე. პრეცდების საღამოს გამოგიარო. კოცნი, თავს მიხედე, კარგი? კარგი.
რატომ არ უთხარი შვილო? რომ მეთქვა მაშინვე აქ მოვიდოდა. დაცხოვრობ. ერთ სასტუმროში დავბინავდი. სასტუმრო ძვირია, წამოდი თუ გინდა ჩვენთან იცხოვრე. მადლობ ჯიჰან. მაგრამ არ მინდა. შენთან ბავშვები არიან. ქორწილის დღე უკვე დათქვით? ო. 27 ნოემბერს 2 შაბათს 6 საათზე. ჩემი მოწმე უნდა იყო, არ დაგავიწყდეს. ესე იგი საბოლოოდ გადაწყვიტე რომ დაქორწინდე. ჩემი მეგობარი ხარ და შენთან ერთად ამიტომ ვარ. ჩემი მეგობარი რომ ხარ, ამიტომ გეუბნები. ჯავით, ისმენთ. რა კი კიდევ მოგვიტანე? კარგი? ჯერჯერობით ჯანსელის დედის სახლში ვიცხოვრებთ. ცოტას მოუძლიერდები და შვილო, სახლში უნდა დაბრუნდე. კარგი? ნეტავონური და შაჰრაზადიც მოსულიყვნენ. Artık başka bir sefer. იმედი მაქვს სხვა დროს მოახერხებენ. ძალიან გამიხარდა რომ ისევ ერთად არიან. მეც. Hadi. გთხოვთ დაიწყეთ. ბურაკ ძვირფასო, დედა შენმა მითხრა რომ ამერიკიდან სამუდამოდ დაბრუნდი. ასე გამოვიდა დეიდაფერიდან. როგორც ჩანს, იქაურობა საჩემო არ არის. ქერემი ზაქირის კომპანიას ელაპარაკა. ხო. უთქვამს თქვენმა თავდასხმამ შედეგი გამოიღო. აღიარეს რომ ეს მათ ჩაიდინეს. არა, რა თქმა უნდა უარყვეს. სამი ზაქირს ვთქვამს ამ საქმეს არაფერი მაკავშირებსო. რა არა მზადა. ქერემმა კომპანიაში დარჩენა რომ გადაწყვიტა, მათაც უკან დაიხიეს. მაგრამ ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. დაივიწყე ონურ. მე უკვე დავივიწყე. რას ამბობ, ასე როგორ შეიძლება? რამე რომ მოხსოვდა? ხო, მაგრამ არაფერი მომსვლია. ამ ხალხთან ჭხუბი არ ღირს. მაინც ვერაფერს გავხდებით. ხომ ნახე პოლიცია როგორ მოიქცა, უბრალოდ თავდასხმა დაღიქვა. სიმართლე გითხრა მე ძალიან შემეშინდა. ეს რა არის? ვერიცანი? ვერა? შენი ამერიკის ბინის გასაღებია. მე რომ მომეცი. შენ ამდენი წელი ნახავდი? რა თქმა უნდა ვინახავდი. მოგაცრავად? შაჰრაზად. მიტა ონორ. კან? შვილო როგორ ხარ? საყარაულზე ბოლომდე დალია. შაქშარი არის ანახავთ როდის წავიდეთ. როცა შენ გინდა? ინცი ძალიან მომენატრა. შვილო ბიძე ონურს რატომ აწუხებ? ხომ გითხარი რომ საქმე ან ბაღჩამზეა. მომეც ტელეფონი. ტელეფონს დედას ვაძლევ. ალო? ონურ ძვირფასო. შაჰრაზად. ხო არ გაბრაზდე. არ ვიცოდი რომ გირეკავდა. არა უშავს, მე და იასემინი უბრალოდ საუბრობდით. როგორ ხარ, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ. ქალბატონი იასემინი როგორ არის? კარგად. მოგიკითხა. ჩემგანაც გადაეცე. აღარ მოგაცდენთ. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. რა ჩაიდინე? რა გააკეთე? შაჰრაზადმა მოგიკითხა. მადლობა გადაეცი. ესე იგი შენ და შაჰრაზადი შერიგდით. ხო, როგორც იქნა. კარგია. ჩემთვის არ მოიტანე? ჩემთან იყოს. შენ არც კი გახსოვს. მიხარია რომ შენ და შაჰრაზადი შერიგდით. იასემინ. მე გონი სისულელე გავაკეთე. წლების განმავლობაში შენი ადგილი ვერავინ დაიკავა და
Neyse boş ver. კარგი დაივიწყე. აბა, Tatlıyı დესერტი არ ჭამოთ? უნდა ვიმეცადინოთ. ამ გოგოს სატანა აღარ მაქვს. მაშინ მის ფოტოს ტელეფონში რატომ ინახავ? ახლა უნდა წავშალო. დღეს შაჰრაზად შევუარე. ევლია ოღლუს არქიტექტურული კომპანია ვნახე. კარგად მოგწეულ ხარ. საკმაოდ დიდი ოფისი ყოფილა მამა. გახსნა ზემდენი ხალხი იყო ვერ აღვიქვი. ო, დიდია არა? დიახ, ბევრი თავისუფალი ადგილია. შევათვალიერე და იქ ჩემთვის ერთი ოთახი თავისუფლად კეთდება. რა ოთახი? ვიფიქრე დეკორაციის საქმეს ხომ არ მივხედო მეთქი. ევლია ოღლუს არქიტექტურა და დეკორაცია. კარგი იქნება არა? ვნახოთ შვილო, ჯერ მოვიცადოთ. შენ რა სიტყვი ალი კემალ? საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე ყავს. ყველა მე მეკითხება სახლი როგორ მოვაწყო. ამაზე მერე ვილაპარაკოთ შვილო. დედა, მიდი საწოლში დაძექი. ჯანსელ. ჯანსელ. იამან, სახლში წადე. მამასე შენ მიეცი? იამან, სახლში წადე. შენ მიეცი? ხო, რა გითხრა? მამა შენი მართალია, იამან. ჯანსელ. ჩვენ მომავალი არ გვაქვს, მამა შენი მართალია. ჩემ გამოცხოვრებას ნუ დაინგრევ. ჯანსელ 20 წელია მიყვარხარ. 20 წელი შენზე ფიქრში ფუჭად გავლია. მინდა რომ ამერიდან შენთან ერთად ბედნიერი ვიყო. anlamıyorsun. არ გესმის, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია. თავს არ დაგვანებებენ. ორსულ ქალზე დაქორწინებას მთელი ცხოვრება ცხვირში ამოგადენენ. ჯანსელ. ჯობია ყველაფერი მანამდე დავასრულოთ, სანამ დაიწყება. Afiyet ებრიელად მიირთვით. ყველაზე მეტად აკაური კერძები მომნატრებია. მადლობთ დეიდა ფერიდა. Afiyet olsun. შეგერგოს. Beni ბენო, შენ რატომ არ ჭამ? არ მოგიწონა? მომეწონა, ძალიან გემრიელია. დავიდანებე დეიდა ფერიდა. ფოტომოდელი უნდა გახდეს. Kerem lütfen. გერემ გთხოვ. ne oluyor? რა ხდება ქერემ? ვერც კი წარმოიდგენთ ბენო ისეთ საქმეა შემოთავაზებებს იღებს. ძალიან გთხოვ, საკმარისია. რა მოხდა? ხუმრობ? ნუ ხუმრობ. ასე, ნუ ხუმრობ. ქერემ რა ხდება? რა ხდება? ბენო, ქერემს რისი თქმა უნდოდა? მოდელობა შესთავაზეს დედა. რა სისულელეა? არა, ცუდი არაფერია, პირიქით, კარგია, მართლა გეუბნებით. მაგრამ ქერემი ამის გამო მთელი დღეა ბრაზობს. ასე როგორ შეიძლება? ბენო, გამიშვი. მაბათი, მართლა გეუბნები, არ მინდოდა შენი წყენინება. არ გინდოდა, მაგრამ სულ გულს მტკენ. სულ ასე იქცევი. სულ. ბენო, გთხოვ. მამცირებ. გულს მტკენ. თუ ასე ძალიან გძულვარ, რატომ ხარ ჩემთან? რატომ? საიდან მოიტანე? რა აზრები მოგდის თავში? რატომ უნდა მძულდე? ჩემს გრძნობებს ბოროტად იყენებ. მანადგურებ. Hiç mi bitmeyecek? გონია, ჩემი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდება, ქერემ.
საკმარისია, ამას ვეღარ გაუძლებ. შენ ჭრდილში ყოფნა. დამღალა. აპოთე. მოდი. მოდი სიხდე. თქვენი ნახვა მინდოდა ისე ვერ წავიდოდი სახლში. კეთილი იყო შენი მოსვლა. Hoş bulduk. მადლობ. Canım. საყვარელო. Bütün gün seni. თელი დღე შენზე ვფიქრობდი. მეც. ქალმა დაიძინა. ძლივს დავაძინა. გითქვამს მოვალო და ამბობდა ბიძი ამნორმა უნდა დამაძინოსო. Sözümü tut. სიტყვა შევასრულე. ახვედი? მოვედი. Oğlum. შვილო. Oğlum. ჩემო ბიჭო. დირექტორთა საბჭოს შეკრებები რომ არ იყოს, ვერც გნახავდით, ქალბატონო ფერიდე. ახალგაზრდები ყველაფერს კარგად უძღვებიან. ოფისში მოხუცების დანახვა არ სიამოვნებთ. რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ? კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? მადლობთ. დილამშვიდობისა. გამარჯობა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ბურაკ. შენ აქ რა გინდა? ვერ გავიგე? მეც აქციონერი ვარ. ვერ ვიჯერე. ძალიან კარგად გამოიყურებო ბენო. გმადლობთ. სასაცილო ხომ არ ვარ? სისრალის ნოაბო. ისეთი მომხიბვლელი ხარ, მაგიაჟის არ გჭირდება. მართლა? ესე იგი კმაყოფილი ხართ? თანაც როგორი? ფერიას გავხარ. გმადლობთ. ჩვენც მზად ვართ. დავიწყოთ? კარგი. Teşekkürler. დიდი მადლობა. არაფერს. მუსიკა? მე რა უნდა გავაკეთო? შვიდად იყავი, გაიღიმე და ჩემგენ გამოიხედე. კარგი, აქ უნდა დავжди, არა? თავისუფლად უნდა ვიმუშაოთ. არაჩვეულებრივია. ასე განაგრძე. გმადლობთ. კარგი თათბილი გამოვიდა. დიდი მადლობა. გმადლობთ. მომავალ შეხვედრამდე. Anne. დედა, Gel. Odamda bir ჩემს ოთახში შევიდეთ, ყავა დავლიეთ. გამოდი. როგორც ჩანს, საყვედურის თქმის დროა. რადგან მხოლოდ ჩვენ დავრჩით. რის მიღწევას ვცდილობ. მინდა მამა შექმნილ ჰოლდინგში ვიმუშაო. ეს ამბავი ძალიან გაწუხებს? ვერ ვიჯერებ დედა. ვერ ვიჯერებ რომ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენა. იქნებ მითხრა რა ჩავიდინე. ბურაკს არ უთქვამს რომ დირექტორთა საბჭოს ხდომას დაესწრებოდა, თუმცა ეს ნორმალურიცაა. ის ხომ ასეთია. შენ რატომ არ მითხარი რომ ბურაკი მოვიდოდა? დათბირამდე 5 წუთით ადრე უნდა გამეგო ეს ამბავი. უნდა მიმხვდარიყავი რომ თათბირს ბურაკიც დაესწრებოდა. ისიც აქციონერია. დედა პრობლემა არ არის რომ ისიც აქციონერია. ეს საერთოდ არ არის პრობლემა. შენ იცი. თავარი ის არის რომ ის შენი საყვარელი შვილია. ნუ სულელობ. გულზე იარა რომ აქვს ჩემი ბრალია არა? ამის გამო მთელი ცხოვრება უნდა დავიტანჯო? ქერემ. ქერემ. Anne.
დედა, რატომ ხარ მოწყენილი, რა ხდება? არაფერი, კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს. ექიმთან ხომ არ წავიდეთ? არა, ექიმი არ მჭირდება. ხანდახან გარდი შემომაწვება ხოლმე. ჩემო დედიკო. ამ ბოლო დროს მამა შენზე ვფიქრობ. მამა ჩემზე? რატომ? რა ვიცი, მიზეზი არ მაქვს. შაჰრაზადი როდის უნდა მოიყვანო ჩემთან? როცა შენ გინდა. კერემ. დათვირზე დასწრება მე არ მომინდომებია. დედამ დაიჟინა და ამიტომ მოვედი. არ გამკვირვებია. მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არც მე. მაშინ წესიერად მომეკეთე. როდის გიხდი? მართლა მინდა რომ ჰოლდინგში ვიმუშაო. შეგიძლია ვირივით მამუშაო. მართლა გეუბნები, მზად ვარ ამისთვის. როგორ უნდა გენდო? ხვალანზე გრომ აზრი შეიცვალო და მითხრა მივდივარო? მე უკვე გავიზარდე, დიდი ვარ. შანსი მომეცე. ურამეს ვერ გაიგებთ, მე მკითხეთ, კარგი? კარგი. კარგი, მამა. ხანდახან ბიძია განიცაც ვეკითხებით. ოჩახ. ოჩახ? მადლობა აიშა. აიშა, ხომ უნდა გვემეცადინა? განსწავლათან სამსახური. არ მინდა შეგაწუხოთ. არ შევწუხდები. შენც უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო. წამოდი ვიმეცადინოთ. წადით გოგოებო, თქვენს ოთახში იმეცადინეთ. კარგი, დედა. გოგოებს ხილი მოუტანე. ნიმეთ, გთხოვ ოთახში აუტანე. კარგი. ის გოგო რა შვება? რომელი გოგო? ფოტო რომ წაშალე. შენ ვინ გეკითხება? მე ეგ საქმე დამთავრებულია. ყველა დავიკიდე. მოდი ვიმეცადინოთ. რა უნდა ისწავლო? რაციონალური რიცხვები. რაციონალური რიცხვები. საყვარელო ძალიან კარგად გამოიყურები. დიდი მადლობა. დღეს რომ კომპლიმენტი მივიღე, ამდენი არასოდეს მიმიღია. ო, მაგრამ დაიმსახურე. გმადლობ. როგორ ჩაიარა? ძალიან რთული იყო. მეორედ ასეთ საქმეს არ შევეჭიდები, საკმაოდ რთულია. გამარჯობა. კერემ ინჯეოღლო ხართ არა? დიახ, გალბატონი ბენუ აქ არის. დიახ, მე ნიჰათი ვარ. გალბატონ ბენუს შესანიშნავი ფოტო გადავუღე. და სემოვნოა. ესე იგი კარგი გამოვიდა. შესანიშნავი. მადლობთ. კერემ, გამარჯობა. არ მეგონა თუ მოხვიდოდი. სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. გადაღებამ როგორ ჩაიარა? ძალიან რთული იყო. რთული იყო, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა. აი ნახეთ, ბატონო კერემ. ბენუ არაფრით ჩამოვარდება იზაბელა როსელინის. ნუ აზვიადებთ. მართლა ლამაზი გამოსულა. შეგიძლიათ რამდენიმე დამიბეჭდოთ. ახლავე. გამიხარდა რომ მოხვედი. ძალიან ლამაზად გამოიყურები. ჯერ კიდევ არაფერი გითქვამთ, მამა. რა საკითხზე? ხომ გითხარით ჩვენს ოფისში ჩემთვის ერთ ოთახს გავაკეთებინებ მეთქი? ჩვენს ოფისში? დიახ. საქმის წამოწყება კარგად მოგიფიქრები არ ძალო. ამ დროში ყველაფერი შეიცვალა, უკვე ქალებიც მუშაობენ. შენთვისაც გავაკეთოთ რამე? დიახ. მაგრამ შაჰრაზადის ოფისში არა. იქ არქიტექტურული ბიუროა. რატომ? არქიტექტურა და დეკორაცია ერთმანეთთან ახლოსაა. კარგი გამოვა. თან საკმაოდ დიდი ოფისია. პიუსონ, რადგან ვთქვი არა მეთქი, ესე იგი ასეა საჭირო. იქ შაჰრაზადის სამუშაო სივრცეა. შენთვის სხვა ადგილი. გასაგებია, მამა. გასაგებია. გინდათ მითხრათ, ჩემს ძვირფას რძალს ნუ შეაწუხებო. პიუსონ. შვილო, მამა სხვა ადგილს მოგიძებნის. არ მინდა, დედა. ქალბატონი შაჰრაზადი უმუშევარი დარჩა და უზარმაზარი ოფისი გაუხსენით. მანქანაც მიეცით. მაგრამ მე უნდა გეხვეწოთ. პიუსონ, ეგ რა შვეშია? ნეტავ თავიდან მეც არასასურველი რძალი ყოფილიყავი. ასე ჯობდა. ღმერთო ჩემო, ისევ დაიწყო.
ბენუ ძალიან ლამაზი ხარ. დიდი მადლობა. ერთი შეხედე, განსაკუთრებით ეს მომეწონა. შენი ფავორიტი რომელია? მითხარი ყველაზე მეტად რომელი მოგწონს? ეს. შაჰრაზადსაც ეგ მოეწონა. შაჰრაზადი და ონური შერიგებულან. მაგარი ამბავია. ხო, მე ძალიან გამიხარდა. შაჰრაზადი ვინ არის? ონური შეყვარებული. მივხვდი, დედამ მომიყვა. ქორწილი რომ ჩაეშალათ, არა? გაჩერდი არ გამახსენა ბურაკ. სიმართლე გითხრათ ის ქალი ძალიან მაინტერესებს. რადგან ონურ აქსელს შეუყვარდა, ესე იგი განსაკუთრებულია. ასეც არის. ძალიან ლამაზი ხარ. მართლა? უკაცრავად? გაზიან სასმელს მოგიტან. კარგი. ძალიან მიხარია. მე შინოდა, მეგონა რამე გამჟღავნდებოდა. არა გამოძვერი, აღარაფერი მოხდება. შენ მაინც გააკონტროლე სიტუაცია, კარგი? თუ რამე მოხდება დამირეკე აუცილებლად. არა, აღარ დავბრუნდები. აქ კარგად ვარ. ნახვამდის. ძალიან ლამაზი ხარ. კარგი რა. მიხრიბან. შაჰრაზად როგორ ხარ? შენ თვითონ როგორ ხარ, ასაკეთებ? ჩემი ძმისგან ინფორმაციას ველოდები, როგორც კი რამეს გავიგებ, დაგირეკავ. მაგრამ ამდენი დღე მანდ რას აკეთებდი? ყველგან გავავრცელე ხმა, რომ მოვეძებნე. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. ძალიან ვღელავ. მე შემიძლია რამე დაგეხმარო? არა, უნდა ველოდო. ფული გააქვს მიხრიბან, გამოგიგზავნე. გმადლობა, არაფერი არ მჭირდება. ავანსი მეწურება, დაგირეკავ. მიხრიბან. გამარჯობა მუსა. საღამოშიდობისა ქალბატონო შაჰრაზად. ეს თქვენთვის მოიტანეს და მე დავიტოვე. კარგად მოგწეულ ხართ. მომეცით. ნახვამდის. ნახვამდის. ხომ გითხარით? ერთ დღესაც ყველა წენა და პრობლემა წარსულს ჩაბარდება მეთქი. არ გითხარით? შენ რამე ამდეგვარი მითხარი? თუ არ მithქვამს გულში მაინც გავივლებდი. მე იმედი არ დამიკარგავს. მადლობ ფირდერს. ღამე მშვიდობისა. შაჰრაზად, საყვარელო. მადლობის სათქმელად დაგირეკე. სურათს იმავე ადგილას დავკიდებ. საერთოდ არ უნდა ჩამოგეხსნა. ონურ. ისმენ ძირფასო. ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. ოთხმეტი ნოემბერი 2006 წელი. ერთი ღამის საფასური 2071 ლირა. ენად საპრეზიდენტო ნომერში იყავი ბატონო ონურ. ნეტო ვინ იყო შენთან ერთად? ვინ ონურ? ჟალე? თუ სხვა ქალი? ქერემ? რა ხდება შენ სარყოფნაში ხარჯი გაიზარდა? რაღაცებს ვკითხულობდი. რა მოხდა? მე უნდა გავიდე ისევ გადაღება მაქვს. ნებართვის სასაღებად მოხვედი? არა, უბრალოდ მინდა და მეთქვა რომ გავდივარ. დროებით. ამის ამარძა უნდა ნახო. კარგი. ესე ჩაამატე სიაში. კარგი. ბატონი ქერემი მოვიდა. გამარჯობა. ორი წუთით გცელია შაჰრაზად. რა თქმა უნდა. შეგიძლიათ წახვიდე განი. ნახვამდის. ისევ მე თუ? მომისმინე გთხოვ. მივხვდი რომ ჩემი სიყვარული ცალმხრივია. შეგიძლია დამშვიდე. ჩემს გრძნობებზე აღარ დაგელაპარაკები. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა რომ ბედნიერი იყო. მაგრამ ონურთან არა. გთხოვ.
მომიცი რომ ვიღაც ქალს ფულის სანაცვლოდ მასთან ღამის გატარებას თხოვა. მიუხედავად ამისა დაუბრუნდი. ონურს ასეთი რამ არ გაუკეთებია. ეს კარგად იცით. ესე იგი ეს ამბავი დაგაჯერა. სამწუხაროა. თავად მითხრა რამდენი გადაიხადა ღამეში რომელიც ვიღაც ქალთან გაატარა. თავად მითხრა. აი გამომართვე. ეს იმ ღამის შეკებია. იმ ქალსაც ვიპოვე. გვირდები. ეს სიმართლეა? ეს იმ ღამის ჩეკებია, ონურ? მიპასუხე. ხო. ვერ ვიჯერებ. ხარჯი კომპანიის სახელზე გაატარე? მე არ მომითხოვია. სასტუმროსთან ასეთი შეთანხმება გვაქვს. ბინიაფიდან ვინმე თუ მივახარს კომპანიას უგზავნიან. არც კი ვიცოდი ჩეკი თუ გამოწერეს. ღმერთო ჩემო. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს? ეს იმ ღამის ჩეკებია, ონურ, ვერ ხვდები? ისიც კომპანიის ანგარიშიდან? რა? რა, შაჰრაზად? მე რომ ფული მომეცი. ისიც კომპანიის ანგარიშიდან მოხსენი? არა. ის არ გაჩერდება. კერემი გამოძიებას გააგრძელებს და ბოლოს, რადგან ჩეკი იპოვა, იმასაც გაარკვევს, ფული რაში დაიხარჯა. არა, შაჰრაზად. დავიღუპე. შაჰრაზად მომისმინე. დავიღუპე. მომისმინე. მიხვდება რომ ის ქალი მე ვიყავი. საყვარელო ვერ მიხვდება. ვიცოდი რომ იმ ღამის ამბავი საიდუმლოდ არ დარჩებოდა. დარჩება. ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო გამჟღამდება. ამას ვერავინ გაიგებს. მომისმინე. როგორ გონია ფულს კომპანიის ანგარიშიდან გამოვიტანდი? ის ჩემი ფული იყო. ასეთი რამ როგორი ფიქრე? 150,000 დოლარი კომპანიის ანგარიშიდან როგორ უნდა გამომეტანა? ეს ჩეკი? ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მითხრა გავარკვევ ის ქალი ვინ იყო? როგორ გაარკვევს შაჰრაზად? როგორ გაარკვევს? კერემი ვერაფერს დაამტკიცებს. დასამტკიცებელიც არაფერია. კერემი ვერ ეგუება იმას, რომ მე გიყვარ ვარ. უნდა რომ სიმშვიდე დაგვირღვიოს, სულ ეს არის. მითხარი ხომ გიყვარ ვარ? მიყვარ ხარ, მაგრამ მე შენია. ნუ გეშინია. დამშვიდდი. ნუ გეშინია. ნუ გეშინია. სასტუმროს დასვას იცნობ? იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ. დირექტორი ვინ არის? არ ვიცი ბატონო კერემი, მაგრამ გავარკვევ. მოხდა რამე? მოხდა. რაღაც მოხს გასარკვევი. დაცვის კამერების ჩანაწერებს ინახავენ. რამდენადაც ვიცი, ერთი წლის ჩანაწერებს ინახავენ. კარგია. გარკვევ ვინ არის სასტუმროს დირექტორი. მასთან შეხვედრა მინდა. კარგი ბატონო. ოღონდ არავინ უნდა გაიგოს. როგორც მეტყვით. მადლობა. ბოდიში რომ ასეთ დროს მოგიყვანე. არა უშავს, თქვენი ნებართვით. დამშვიდდი შაჰრაზად. არაფერი არ გამოაშკარავდება. ჩემი ბიჭი სად არის? სად დატოვე? მალექს თხოვა სკოლიდან გამოიყვანა, მასთან არის. კარგია.
კანს ბაბუა ძალიან უყვარს? ბიძაშვილები? ძალიან უყვარს, რატომ ეკითხები? შაბათ-კვირას მანთან ერთად თუ გაატარებს, გაუხარდება ხომ ასეა? რა ჩაიფიქრე? ძვირფასო, ჩემო საყვარელ. კან, შვილო, როგორ ხარ? დასაკეთებ. ბორჯოსთან და ბუქეტთან ერთად თამაშობ. ბაბუა მანქანების ტრასა გვიყიდა. თქვენ რას აკეთებთ? მე და დედა დღეში ვსეირნობთ. საღამო ჩამოხვალთ? არა, ხვალ ჩამოვალთ, მაგრამ უკვე ძალიან მოგვენატრე. მეც მომენატრეთ. საყვარელო, ბებია და ბაბუა არ გააბრაზო კარგი? აბა კოცნი ნახვამდის. კარგად საყვარელო. კანი მშვენივრად არის, რადგან ყველა თავსევლება. კარგი ხმა ჰქონდა. რა მოხდა? წამოდი, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ. სადამდე უნდა ვიაროთ? ბევრი უნდა ვიაროთ. გზის ბოლომდე უნდა მივიდეთ. რატომ? იქ არაჩვეულებრივი ხედია. ტბა ჩანს. წამოდი. თუ სწრაფად ვივლით, მზის ჩასვლას მივუსწრებთ. კარგი. ბევრი კაკაო ჩაყარე. კანს უყვარს. შემომეჭმება. რა საყვარელია. შაჰრაზადი ალბათ ხვალამდე არ დაბრუნდება, ხომ ასეა? მითხრა კვირას საღამოს დავბრუნდებითო. რა მოხდა, რატომ მეკითხები? არაფერია. ესე. ესე იგი ღამე იქ დარჩება. ბატონო ნურთან ერთად. ზრდასრული ადამიანები არიან ფიუსონ. რაც უნდათ ის გააკეთონ. რა თქმა უნდა. ნიმეთ, ცოტა ნიგოზი გამოიღე. კარგი. შენ აქაურობას კარგად იცნობ. აქ ხშირად მოვდიოდით. მე და ახმეტი ხშირად მოვდიოდით. მომიყევი ახმეტზე. ესე ერნოთ. საყვარელო. ისე ნუ იქცევი თითქოს ახმეტი შენ ცხოვრებაში არ ყოფილა. არ მინდა რომ მასზე მოგონებები გონებიდან ამოშალო. ანორ. რაც არ უნდა იყოს ახმეტი ქაანის მამა. მაგრამ ქაანი უკვე ჩემი შვილია. მაქვს უფლება მის შესახებ ყველაფერი ვიცოდე, ხომ ასე? ო, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. ტკივნეულ წარსულში. საყვარელო. წარსული ჩვენი ნაწილია. მასთან ერთად ცხოვრობთ. წარსული დავიწყებით, მისგან ვერ გავთავისუფლდებით. როცა ახმეტზე რამის თქმა მოგინდება, ნუ გაჩვმდები. ყველაფერი მითხარი. ზად ვარ მოგისმინო. როგორ გამიმართლა რომ შენ მყავხარ? საოცარი ადამიანი ხარ. შენ? ქალბატონ ფერიდე, სად მივდივართ? Efendim nereye სად მივდივართ, ქალბატონ ფერიდე? Peridan? ქალბატონ ფერიდე. გზაგან აგრძეთ. ეტყვით. Peki efendim. კარგი, ქალბატონო. გამარჯობა. ბატონო ბურაკი ნაღმგული გამისკდა. ბოდიში შენი შეშინება არ მინდოდა.
ოფისიც არიელია, ესედაც დაძაბული ვიყავი და უცებ თქვენი ხმა გავიგონე, მაპატიეთ. პირიქით, შენ მაპატია. რას აკეთებ? შაბათსაც გამუშავებენ? დიახ, ბევრს მომუშავებენ, საერთოდ არ მასვენებენ. ხუმრობ, რა თქმა უნდა. როცა აქ ცოტა ხალხია, საქმის კეთება უფრო მიადვილდება. რას აკეთებ? რა გევალება? არასაჭირო საქმეების მენეჯერი ვარ. ეგ რას ნიშნავს? საზოგადოებასთან ურთიერთობას. რატომ არასაჭირო? პირიქით, ძალიან საჭიროა. მაგრამ ხანდახან მგონია, რომ უსარგებლო საქმეს ვაკეთებ. შენ. თქვენ აქ რატომ ხართ? გულმა მიგრძნო, რომ აქ იქნებოდი. ვიფიქრე, წავალ მელექს ვნახავ და ახალი მანქანით გავასეირნებ მეთქი. მართლა გეკითხებით, რატომ მოხვედით? მართვის მოწმობა დამრჩა. ასაღებად მოვედ. წამოდი, ჩემი მანქანა ნახე. ახალი მანქანა იყიდეთ? ჯერ არ მიყიდია, უნდა გავატარო. თუ მომეწონება ვიყიდე. წამოდი გაჩვენებ. წამოდი. როგორია? შესანიშნავია. ჩაჯექი ცოტა გავისეირნოთ. არა, გმადლობთ. ბევრი საქმე მაქვს. რა საქმე გაქვს? სხვა დროს გააკეთე. არ დაგავიწყდეს. მეც ერთ-ერთი უფროსი ვარ მელეკ. ბატონო ბურაკ, მართლა ბევრი საქმე მაქვს. თქვენობით რატომ ელაპარაკები? ოფიციალურობა არ მიყვარს. არც მე მიყვარს, მაგრამ ძალიან კარგი. მაშინ წამოდი. წამოდი. როგორია? მაგარია. თავი თვითმფრინავში მგონია. რა სიტყვი ვიყიდო ეს მანქანა? ჩემი აზრით სტამბოლისთვის ზედმეტად სწრაფია. მართალია. დამვიწყებია. რა? ასეთი სწრაფი მანქანით სიარული რას ნიშნავს? ესე იგი სისწრაფე შენს გიყვარს. მიყვარდა. ადრე. რა მოხდა? ავარია ხომ არ შეგემთხვა? ღმერთმა დამიფაროს. მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ აბა რა მოხდა? შევიცვალე. შეიცვალე. ეგ რას ნიშნავს? შევიცვალე, რასაც ადრე ვაკეთებდი, აღარ ვაკეთებ. უკვე დამჯერი გოგო ვარ. დამჯერი გოგო ხარ? ადრე ცელქი იყავი? თანაც როგორი. ვერს კი წარმოიდგენ. უმერთო, საერთოდ არ გეტყობა. როგორია? ცოტა ზედმეტია. მგონი აჯობებს შეანელო. მაგას ამბობ, მაგრამ სისწრაფე შენს გიყვარს. ასე არა? ძალიან მაგარია არა? რა სიტყვი? სამ საათში აქამდეც მოვაღწიეთ. ნოემბერი იყო. პირველი თოვლი მოვიდა. ახმეთმა კარავი გაშალა. იმ დღეს აქ უკანასკნელად ვიყავით. ახმეთი ძალიან გენატრება. ისე აღარ როგორც ადრე მენატრებოდა. აღარ მენატრება და თავს დამნაშავედ გრძნობ. ფიქრობ რომ უღალატე? თავს დამნაშავედ რატომ გრძნობ? არა. ახმეთი დამოვიწყდა და თავს დამნაშავედ ამიტომ გრძნობ. არ დაგვიწყებია? ხო. ეგეც მართალია. თუ ახმეთი გხედავს, ალბათ მშვიდად არის. რადგან მისი შვილი საიმედო ხელშია. მეც. პირდები აღარ ინერვიულებ შაჰრაზად. არავის მივცემ ნებას რომ გაწყენინოს. ისმენთ ვისეძებთ. ამ ხეს სორო ჰქონდა შემოხვეული გახმა? რაც მე აქ ვარ, სორო არ დამინახავს. ძალიან კარგად მახსოვს.
ამ ხეს სურო ჰქონდა შემოხვეული. სულ ბოლომდე იყო ასული. ზაფხულობით ისე ლამაზად გამოიყურებოდა. საოცარი სურნელი ჰქონდა. თელს ქუჩაზე მისი სუნი ტრიალებდა. მისი სურნელი ახლაც მახსოვს. აქ პატარა აუზი იყო, ძალიან ლამაზი. აუზში წითელი თევზები დაცურავდნენ. არა, ჩვენ რომ იყიდეთ, მსგავსი არაფერი ყოფილა. ესე იგი ყველაფერი განადგურდა. მხოლოდ ხე დარჩა. მაგრამ ის სურო თუ აღარ არის, რა აზრი აქვს? ადრე აქ ცხოვრობდით? ამ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. მაბოდიეთ, შეგაწუხეთ. არა უშავს. მივდივართ. ამერიკაში ამდენ ხანს რას აკეთებდი? მაგისტრატურაზე ვსწავლობდი. რატომ გეცინება? ისე. მე თვითონ სასწავლებლად წავედი ინგლისში. ვერ დაამთავრე? შენ დაამთავრე? შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ბევრი საერთო გვაქვს მელეკ. რა ვიცი, შეიძლება ასეც იყოს. ნამდვილად ასეა. ორივეს გვაქვს სირთულეები. სირთულეები ვის არა აქვს? მართალია. ვინმე ყავს? ავდა. რა მოხდა? მან მიგატოვა თუ შენ მიატოვე? გარდაიცვალა. მაპოტი, შენი წყენინება არ მინდოდა. არა უშავს. როცა მახსენდება თავს, ისედაც ცუდად უგრძნობ. ცოტა გაიღიმე. ძალიან დავიღალე ნიხით, გაღიმების თავი აღარ მაქვს. დავrდება, ბოლო რამდენიმე სურათი დარჩა. კარგი. მორჩა. მორჩა არა? ხომ აღარ მეტყვი გადაღება გვაქვსო? აღარ გეტყვი არა. შენი შეყურებული ისევ მოსულა, მგონი ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშაა, შეხედე. ხო. ხო. როგორც ჩანს ძალიან უყვარხარ. ყოველი გადაღების მერე მოდის. ეს კაცი დააფასე. ასეთების ფოვნა ადვილი არ არის. ყველა სურათი კომპიუტერში გადავიტანოთ. კარგი. მიდი, ერთი ყლუპი კიდევ დალია. არა, ისედაც საკმარისად დავლიე, გმადლობ. კარგი იქნება შენს თუ აღარ დალევ. ერთი ყლუპი თან უკვე მთავრდება, ხომ ხედავ? გინდა რომ სწორი გზიდან გადამახვევინო? რომელი გზიდან? იმ გზიდან, რომელსაც მოსაწყენი ცხოვრებისკენ მიხავხარ. იმ ცხოვრებიდან, რომელმაც საყვარელი ადამიანი წაგართვა. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა მელეკ. დამჯერი გოგოსავით მოქცევა არაფერს გარგებს. ცხოვრება ძალიან სასტიკია. მართლა შემიყვარდა და ისიც. კარგი, მომეცი დავლევ. ასე რატომ მიყურებ? პირველად ხედავ ისეთ ადამიანს, რომელსაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა? არა, ძალიან ლამაზი ყოფილხარ, ამიტომ გიყურებდი. აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? კარგი, მორჩი. ეს წინადადება დღემდე რამდენჯერ მეკითხვამს? ძალიან ბევრჯერ. აღარც კი მახსოვს. მეც ბევრჯერ გამიგონია. მეტა უფრო ადრე დაბრუნებულიყავ სტამბოლში. ეს ფრაზე რამდენჯერ თქვი? ამას შენ გეუბნები პირველად. ხო არ გინდა? რატომ? არ მინდა წარსულს დავუბრუნდე. წარსულს ვერ დაუბრუნდები. დროს უკან ვეღარ დააბრუნებ მელეკ. გთხოვ, მართლა გეუბნები. ეს კაცი მართლა კარგი ფოტოგრაფია. როგორ არ გწონი, ესე იგი მე ლამაზი არ ვარ, ფოტოგრაფია კარგი არა? არა, რას ამბობ? შენ არაჩვეულებრივი ხარ. მაგრამ ამ კაცმა უფრო მეტად გამოაჩინა შენი სილამაზე. მართლა თვლი რომ ლამაზი ვარ? ამის უარყოფა ვერ შეუძლიებენო. ამ სურათებს შეხედე. ეგ სურათი აქ ერემ. ნამდვილი მე არ ვარ. მართალია. ისე უფრო ლამაზი ხარ ვიდრე ფოტოში. იმიტომ რომ სული უფრო ლამაზი გაქვს ვიდრე სახე. უკაცრავად საყვარელო. არა უშავს.
ალო ბატონო ქერემ უნდა გაჩვენო რა გადავიღე. კარგი. დიახ გამარჯობა ბატონო ქერემ ოზგური ვარ სასტუმროს დაცვის უფროსთან დაკავშირებით გირეკავთ ვინ არის შეძელი გარკვევა დიახ ბატონო ილხან ჯაიმასე ელაპარაკე სამწუხაროდ ვერა ჩვეულებაში ყოფილა ორშაბათს დაბრუნდება როგორც კი დაბრუნდება მაშინვე უნდა შევხვდე კარგი ბატონო საქმეს მორჩი მორჩი ბრა გაჩერდი გთხოვ არ გინდა გთხოვ ნუ სად არის გადაღებაზე როდის მოვა შეიძლება ნებისმიერ წუთს მოვიდეს ასე უფრო მაგარია ბრა გთხოვ არ გინდა გთხოვ არა შენი ოთახი რომელია იქით არის ჩემი დამოვა მოვიდეს გამარჯობათ. გამარჯობა. სამშვიდობისა. გამარჯობათ. გამარჯობათ. აბა ევერესტზე ადი მე ვიტყვი მთაწვლელია მეთქი ავა ლაბარას ვიზამ კი როგორ არა ახვალ ეს ყველაფერი შეძლებს აბა რა გამარჯობა თხოვთ მადლობთ გამარჯობა მიხარი რომ კვლავ გხედავთ მეც მიხარია დიდი ხანი არ შეხვედრი ვართ დაახლოებით 6-7 წელია ხომ ასეა 7 წელი ზუსტად 7 წელი გავიდა ალბათონი შაჰრაზადი აქ ხშირად მოდიოდა ხოლმე მეგობრებთან ერთად აჰმედთან ერთად დიახ ვიცი ამერიდან ჩვენ მოვალთ ხოლმე როცა გენებოთ მობრძანდით მადლობ დიდი მადლობა ეს ონურაქსალი არ არის დიახ ჰოლდინგ ბინიაპის მფლობელია აქაურობა გაგიფართოვებიათ ბატონო თურქუთ დიახ სასტუმროს ნაწილი ახალი გახსნელია რესტორანიც გავადიდეთ ლამაზი გამოსვლა მადლობთ ნომერთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთ არა ყველაფერი რიგზეა მადლობთ ალი მოგემსახურებათ თუ რამე დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ დიდი მადლობა ბატონო თურქუთ პრინე ბართვით სასმელს რას მიერთმევთ ბატონო რა დავლიოთ წითელი ღვინო კარგი წითელი ღვინო თუ შეიძლება ახლოვე ბატონო უამრავი ფოტო გადაიღო მაგრამ ყველა კარგი გამოვიდა ახალგაზრდები არიან ხო ერთობიან ცოტა ჩუმად გეყოფათ კარგი კარგი რას ნიშნავს დაჯავშნილია გაათავისუფლეთ ქალბატონო მე ფერიდე აქსალი ვარ ეს სახელი და გვარი თქვენთვის არაფერს ნიშნავს ქალბატონო მესმის მაგრამ ერთი ჯგუფი ჩამოდის სტუმრად მათ აქვთ დაჯავშნილი იმ ნომერს ვერ მოგცემთ სხვა შემოგთავაზებთ თან თავარ გამზირს გადახურებს არა მე ის ნომერი მინდა ქალბატონო ალბათ ვერ გაიგეთ მე დაგეხმარებით ბისმეთ ქალბატონო მე ფერიდე აქსალი ვარ სტამბოლიდან ჩამოვედი კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქალბატონო ფერიდე 100 ნომერი მინდა ახლა ქალბატონო კი მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა გმადლობთ ჩვენი თანამშრომელი ნომრამდე მიგაცილებთ თუ რამე დაგჭირდებათ ჩვენი სერვისი 24 საათი მუშაობს გმადლობთ გთხოვთ ჩემს მძღოლსაც გაუმზადეთ ოთახი ახლა ქალბატონო მადლობთ რა გააკეთეთ ხო სტუმრები რომ მოვლენ რა ვუთხრათ იცი ეს ქალი ვინ არის ჰოლდინგ ბინიაპის მფლობელის ონურ აქსალის დედა მართლა აქ რა უნდა ევიცი მობრძანდით ქალბატონო ეს 100 ნომერია დიახ ძალიან შეცვლილა აქაურობა ასეთი არისო დიახ ქალბატონო შარშან დიდი რემონტი ჩატარდა თქვენი გასაღები ერთი წუთით გმადლობთ მადლობთ ჩვენი სასტუმრო შეცვლილა ყველაფერი განუახლებიათ მოსინ ძველი აღარაფერი დაუტოვებიათ ცისფერი კედლები იყო მაგრამ გადაუღებავთ
აქ ერთი კარა დაიდგა. რა კარგი თაფლობის თვე გვქონდა.